ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში სკოლად გადაკეთებულ თავშესაფარზე თავდასხმას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტს მოგვიანებით ისრაელის ავიაიერიში მოჰყვა. ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის წარმომადგენლები ავრცელებენ. პალესტინის შეიარაღებულმა დაჯგუფება აბუ ნუსეირამ, რომელიც ჰამასის წინააღმდეგ მოქმედებს, განაცხადა, რომ ისინი მაქ-ხაზის ტერიტორიაზე მდებარე თავშესაფარში შეიჭრნენ. დახოცეს ჰამასის 5 მებრძოლი და მათ იარაღი და აღჭურვილობა ჩამოართვეს. ისრაელის სამხედრო უწყებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც ერთ-ერთი ხანდაზმული დევნილი ქალი ამბობს, ათეულობით შეიარაღებული პირი შევარდა შენობაში, სადაც მათ შორის დაპირისპირება მოხდა. თავდამსხმელებმა რამდენიმე გოგონა და ბავშვი გაიტაცეს ავტომობილებით. დაპირისპირებისას ამ ქალის ვაჟიც დაიღუპა. 150 კაცი მოვიდა სკოლას ალყა შემოარტყეს და ძალით გამოგვიყვანეს. ზოგს ესროლეს, სხვები დააკავეს, მათ შორის გოგონებიც. ყველა მათკენ გარბოდა მათ გადასარჩენად. დაღუპულთა ცხედრები ალაქსას საავადმყოფოში გადაასვენეს. ექიმების განცხადებით ზოგიერთი მათგანი ისრაელის ავიაიერიშს ემსხვერპლა.